მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ ვიმყოფებით კონსტანტინე ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნულ ცენტრში, ვართ ბირთვული მედიცინის განყოფილებაში და ჩემთან ერთად არის რადიაციული ონკოლოგი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი ქალბატონი შორენა ესიაშვილი და ვსაუბრობთ PET-CT-ზე, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე ონკოლოგიაში განსაკუთრებით დიაგნოსტიკაში. მოგესალმებით ქალბატონო შორენა. დიდი მადლობა რომ გმასპინძლობთ, რომ მიგვიღეთ და პირველი შეკითხვა ასეთი მექნება, რომ გითხრათ ახლა კონკრეტულად სად ვიმყოფებით, ეს რა აპარატია, რა უპირატესობები აქვს წინამორბედ აპარატებთან შედარებით ამ ტექნოლოგიას? მოგესალმებით, ჩვენ ვიმყოფებით ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბირთვული მედიცინის დეპარტამენტში, რომელიც ფუნქციონირებს 20-21 წლიდან, როცა ჩატარდა პირველი კვლევები ამ დეპარტამენტში და წარმოგიდგენთ ციფრულ PET-CT-ს, სრულიად ახალ ტექნოლოგიას, ბოლოთაობის აპარატს, რომელიც აღჭურვილია ციფრული ტექნოლოგიით და არის უნიკალური. და რით განსხვავდება წინამორბედი აპარატებისგან? ანუ რა უპირატესობები აქვს? მინდა გითხრათ, რომ ამ აპარატს ბევრი უპირატესობა გააჩნია, მთელი რიგი. პირველ რიგში აღნიშნავ იმას, რომ ეს არის სრულიად ციფრული ტექნოლოგია, რომელიც ახალი სიტყვაა ბირთვულ მედიცინაში. იგი აღჭურვილია უნიკალური დეტექტორით. აქვს უნარი, რომ გამოავლინოს უმცირესი წარმონაქმნები. თქვენ როგორც იცით, ეს არის ონკოლოგიური კვლევა, მიეკუთვნება ბირთვული მედიცინის ტექნოლოგიებს, ჰიბრიდული კვლევაა. PET-ის ნაწილი და კომპიუტერული ტომოგრაფიის ნაწილით აღჭურვილი და ამ აპარატით უმცირეს წარმონაქმნებს გამოვიკვლევთ. ეს არის მისი უპირატესობა. ამავე დროს იგი მოიხმარს იზოტოპის უფრო მცირე დოზას, შემცირებულია კვლევის დროც. წინამორბედ აპარატებთან შედარებით პაციენტისთვის არის კვლევა უფრო სწრაფი და რა თავარია, რომ მისი დიაგნოსტიკისთვის ეს არის შეუცვლელი აპარატი უკვე, რადგან შეგვიძლია დავადგინოთ დაავადება ადრეულ სტადიაში. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, როგორც ონკოლოგისტვის, ეს შედეგი, რასაც ეს აპარატი დებს? მინდა გითხრათ, რომ მე საკმაო გამოცდილება მაქვს ამ დარგში მუშაობის უკვე თითქმის 2012 წლიდან პირველი PET-CT საქართველოში, რომელიც ფუნქციონირებდა, მომიწია მასზე მუშაობა და შედარება არ არის, რა თქმა უნდა, იმდენად განსხვავდება მისი შესაძლებლობები და რა თავარია, ექიმისთვის ბევრად კომფორტულია, რადგან არის აღჭურვილი სრულიად თანამედროვე ციფრული მოწყობილობით, როგორც თქვი. და ნამდვილად უდიდესი განსხვავება ისევე როგორც ექიმისთვის სამუშაოდ, მისი ასე ვთქვათ, მცირე კერების აღმოჩენას კიდევ უბრუნდები და მისი ხარისხი შედარება არ არის წინამორბედი აპარატებთან და ამავე დროს, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ პაციენტებისთვის, რადგან ჩვენს კლინიკას გააჩნია ეს უნიკალური აპარატი, რომელიც სულ რამოდენიმეა შექმნილი. ჯერჯერობით ასეთი აპარატები არის სულ რამოდენიმე ქვეყანაში. და ჩვენს პაციენტებს ნამდვილად ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, რომ აქვს შესაძლებლობა ასეთ თანამედროვე აპარატის მეშვეობით იქნენ გამოკვლეული. აი პაციენტები ვახსენეთ და შემდეგი შეკითხვა ასეთი მექნება, თვითონ პაციენტისთვის როგორია პროცესი? ანუ როგორ მიმდინარეობს, აი როგორია მომზადება პაციენტის მოდის და აი რა გზას გადის და რამდენად უმკვნეულოა და რამდენად კომფორტულია ეს პროცესი პაციენტებისთვის? პირველ რიგში კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ბირთვული მედიცინის ტექნოლოგია და კვლევა. იგი არის არაინვაზიური. ზუსტად ის არის, რომ ონკოლოგიური პაციენტისთვის ეს კვლევა არის კომფორტული, არის ადვილად განხორციელებადი, მოითხოვს მის მომზადებას შიმშილი პირველ რიგში აუცილებელია. და რა თქმა უნდა, პაციენტისთვის შემდეგ ეძლევა მითითებები რადიოაქტიული უსაფრთხოების კუთხით, მხოლოდ და მხოლოდ ეს. თითოეულ პაციენტისთვის სულ დაყოფს კლინიკაში 1 საათს, ანუ მომზადება ნიშნავს იმას, რომ იზოტოპის შეყვანიდან ის უნდა იმყოფებოდეს 1 საათი მოსაცდელ სივრცეში და შემდგომ გადაღება მაქსიმუმ მიმდინარეობს 10 წუთი ჩვენი აპარატის მეშვეობით. მთელი სხეულის გამოკვლევას წინათაობის აპარატებზე ჭირდებოდა 20 წუთი და მეტი. დღევანდელი ჩვენი აპარატის საშუალებით პაციენტის კვლევა სიმაღლის მიუხედავად მაქსიმუმ 10 წუთს არ აღემატება. ეს არის ძალიან კომფორტული პაციენტისთვისაც. ანუ საკმაოდ სწრაფი პროცესია, აბსოლუტურად კომფორტული, აბსოლუტურად უმკვნეულო.
რამდენჯერ შეიძლება ჩატარება ამ კვლევის? ხო შეიძლება რომ რამდენჯერმე დაგჭირდეს და უშუალოდ პაციენტის გამოკვლევა თუ არა? დიახ, ეს ძალიან კარგი კითხვაა, იმიტომ რომ ხშირად ისმის ექიმებისგანაც და პაციენტებისგანაც ბევრი რიგი პროტოკოლები არსებობს. მაგალითად, ამ შემთხვევაში პირველ ადგილზე ლიმფომებია, ასევე მელანომა, ასევე მთელი რიგი სიმსივნეები, რომლებსაც დღევანდელი თანამედროვე მკურნალობით იმუნოთერაპიის და ტარგეტული თერაპიის შემოსვლასთან დაკავშირებით, ასევე კლინიკური კვლევებისთვის მოთხოვნები გაიზარდა. ეს კვლევის შუალედი პაციენტის გამოკვლევების შორის შემცირდა. რადგან მხოლოდ ამ კვლევით ხდება ზუსტი ესე იგი შედარება და რამდენად ამართლებს ესა თუ ის მეთოდი პაციენტის დაავადების დინამიკაში, მხოლოდ ამ კვლევით ხდება. შეფასება ასე რომ შესაძლებელია 2 თვეშიც კი ჩატარდეს. რადგან კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს აპარატი აღჭურვილია, ესე იგი კატეს ნაწილი, კომპიუტერული ტომოგრაფიის ნაწილი, მისი აღჭურვილია ჩვენ აპარატს 128-შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფიის ნაწილი მოყვება, მაგრამ ამის მიუხედავად, რადგან კვლევა არის უკონტრასტო და დაბალდოზიანი, პაციენტისთვის არის უსაფრთხო. ეს არის დაბალდოზიანი კატეგორიით შესწავლილი შესწავლის პროტოკოლი, როდესაც პაციენტი მინიმალურ დოზას იღებს კომპიუტერული ტომოგრაფიისგან. ძალიან დიდი მადლობა. მოკლედ, მეგობრებო, უნდა გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის ქირურგიის ეროვნული ცენტრი ფეხდაფეხ მიყვება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიღწევებს და აქ არის ის აპარატურა, რაც მსოფლიოს მედიცინის თვალსაზრისით წამყვან ქვეყნებში ფუნქციონირებს. შორენა ესიაშვილი პასუხობდა ჩემს შეკითხვებს. დროებით გემშვიდობებით.